თანამებრძოლება. ამ წუთებში ციხეებიდან ათობით აღელვებული გულის შემოქცევით და ნატროს რუსკნეთთან ერთად დებდეს ფიჩ გმირების წინაშე. თანამებრძოლება უკვე დიდი ხანია თქვენ ითხოვთ სამართალს, ითხოვთ ახალ არჩევნებს, ითხოვთ პატიმრების განთავისუფლებას, მაგრამ არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ. გადადგეს ქართული ოცნება. როდესაც ორი წლის ბოლოდ იქმნება და ტექსტის მიხდება მთავრობის მთავარი არ არის, მაშინ ხალხის მოვალეობაა დაამხოს ასეთი მთავრობა და დაიცვას დემოკრატია. ჩვენ დიდი ხანი ვიჩვენეთ ოჯახის წევრების დასისხლიანება, გაგულვა, გადაცემა, დაპატიმრება, ციხეებში წამება, ფიქსების შელახვა. ამ რეჟიმი მხოლოდ გაათამამა. მათ მოწმინება და მიმტევებლობა ცისოთ და ჩაფუძვაც ცხოველება კი სისით. ნორ ნათელია ოლიგარქი თავის მიზანს არ დათმობს, რუსეთს არ შეიძლება და თავის მკვლელს შკინის მარტივ არ მოუშვებს. ეს მისთვის ნამდვილად ციცოცხლის საკითხია და იგი დათმობაზე მხოლოდ მაშინ დავა, თუ იძულებულს გავხდით. ჩვენში ორი არჩევანია. ლაჩრობის და იმხლაგდა, რომელსაც სრულ ჰუმანურობით შევფუთავთ და რაც გვაქცევს რუსეთი გუბერნიად, სადაც ვიქნებით უსწორების სამართლობის წინაშე, სადაც ნამოსახლია ჩვენ მებრძოლ ქალებს, სადაც ჩვენ შვილებს დარღვევით დაბამარხინებენ და როგორც ჩვენივე ღირსებას და ჩაღრმავებინებენ მიწაში. ბრძოლისა და რევოლუციის გზა, სადაც მონობაში ციტატს თავისუფლებაში სიკვდილს ვაკეთებენ, სადაც დავიცავთ ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს ღირსებას და ჩვენს ფიქრს. ხოდა ისე ქართველებო, მათ აღმართეს ხმალი ჩაძინა და ხმლისმო უნდა განითმირა. მიუმართავ ქართულ ოცნებას და მათ მომხრეებს. თუ გსურთ მშვიდობა, რატომ ძალაუფლება? ჩვენთან ბრძოლას ვერ მოიგებთ, რადგან ჩვენთან არ ხმეთ. და თუ პრომეთი ჩვენს ხარეთ და ამაში ვიღარ შეძინავთ. გაუმარჯოთ ცერფია და დემოკრატიულ საქართველოს. გაუმარჯოთ!